როგორ ხართ? დღეს წამოხვალთ ჩემთან ერთად პარიზში. ეხლა მაქვს ფრენა დაახლოებით 2 საათში, ნელ-ნელა გავალ სახლიდან და მოკლედ პარიზში მივდივარ ძალიან სპონტანურად გადავწყვიტე და წინა ვიდეოში არაფერი მიხსენებია, იმიტომ რომ წინა ვიდეოში წარმოდგენა არ მქონდა, რომ პარიზში წავიდეთ და ეხლა რა ხდება. ვინც კარგი ხანი ალბათ მიყურებს, სავარაუდოდ უკვე იცით, რომ ძალიან მიყვარს როკი და მეტალი და კოპენჰელი არის ჩემი საყვარელი ფესტივალი და მთელი ამბები. ხო და ალბათ არც გაგიკვირდებათ ის, რომ ვგიჟდები System of a Down-ზე, ჩემი საყვარელი ბენდია, აი წლებია უკვე. ხო და პარიზში აქვს კონცერტი და ну მოკლედ თან ისე მოხდა, რომ ბილეთი ვიშოვე უფასოდ, ჩემი მამიდაშვილი ცხოვრობს იქ და მასთან დავრჩები, ეგეც არ არის პრობლემა და ну საკმაოდ ართლები ბიუჯეტურიც არ იყო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ყველაფერი კარგად დაემთხვა ფრენის ბილეთებზეც რა თარიღები და ესე შემდეგ, იმიტომ რომ შემიძლია იქიდან ვიმუშაო ონლაინ. ჩემი სამსახური ხო ფაქტობრივად მთლიანად ну remote არის. ხო და ესე უცებ სპონტანურად გადავწყვიტე, რომ წავიდე პარიზში და ხვალ საღამოს არის System of a Down-ის კონცერტი და აი არ მჯერა. არ მჯერა, რომ იცოდეთ ამას რამდენი წელი არის რაც ველოდები და ეხლა რო არ წავიდე ალბათ რავი ალბათ ვერას დროს. ხო და წამოდეთ თქვენც ჩემთან ერთად პარიზით ვნახოთ ერთად და System of a Down-ის კონცერტიც. პარიზში უკვე მეორე თუ მესამე მივდივარ. თუმცა ნორმალურ ამინჩი და ზაფხულში არც ერთხელ არ ყოფილვარ. ხო და ეხლა რა სიცხეებიც არის თქვენც კარგად იცით, მაგრამ შავამოწმე და წესით ეს ვიკენდი ცოტა წვიმიანი და გრილი უნდა იყოს და იმედია ეგრე იქნება, თორემ სიცხე საერთოდ ვერ ვუძლებ და არ ვიცი რას ვიზამ და რა მეშველება. წავედით. აი ამ წინამოს ვერ ვეჩვევი და რა გავაკეთო? ძალიან კი მომწონს. მაგრამ ყოველ დღე არ ვიცი როდის როგორ გამეღვიძება და რა სიურპრიზს დამახვედრებს ახლა ეს წინამო როგორ გამოიყურება და რა უნდა შევცვალო. მოძა თან პირველად მაგამ მართლა ვერ ვაჩვევ, მაგრამ მომწონს. წავედით. როგორც ყოველთვის კოპენჰაგენში წვიმს. თუმცა call me crazy, მაგრამ ძალიან მომენატრა ესეთი წვიმიანი ამინდი, იმიტომ რომ წინა კვირა იყო ევროპაში heat wave და ну როგორც პარიზში და სხვა ქვეყნებში არც ხელოდა, მაგრამ აი კოპენჰაგენში ესეთი სიცხე ბოლო რა მგონი 140 წელში იყო ყველაზე ცხელი დღე. ხო და ყველაზე ცხელი დღე იყო ბოლო 140 წლის განმავლობაში და 33 გრადუსი იყო, რაც თითქმის არასდროს არ ხდება აქ. ქარი არ მოძრაობდა და განსაკუთრებით ძალიან ტენიანია ქაურობა, ზღვარი და წყალი. მოკლედ ანუ ვერ ვსუნთქავდი, ძალიან ყალბი მქონდა ამ სული სიცხე, სადაც არ მიყვარს. ზაფხული საერთოდ არ არის ჩემი საყვარელი სეზონი. აი გაზაფხული და გვიანი შემოდგომა. ამ ორზე ვგიჟდები. ხო და ერთი სული მქონდა, როდის გავიდო და ეგ დღეები და დადგებოდა. ну ნორმალური კოპენჰაგენური ამინდი ხო და ეხლა დღეს აწუწუნო არაფერი არ მოქვს. ჩემი მამიდაშვილი ახლა დუტიფრეში ვარ უკვე და ჩემი მამიდაშვილი ჯერჯერობით არ ყოფილა ჩემთან სტუმრად დანიაში ხო და მინდა რომ დენიშ ბატერ კუკის სწავლა საჩუქრად. ამაზე დანიურს ვარაფერს ვერ ნახავ რა. და თან ძალიან გემრიელია და თან ძალიან საყვარელი ბოქსი აქვს. ხო და ძალიან მინდოდა რომ რაღაცა საყვარელო წამეღო, თან ტკბილი უყვარს და მგონია რომ ეს კარგი იქნება. ძალიან ადრე მომიწია მოსვლა, მეგონა რომ ძალიან სავსე იქნებოდა აეროპორტი, მაგრამ ძალიან ცარიელი იყო და ეხლა 9:30 უნდა ველოდო. მაგრამ არა უშვის. Anyway, I'm gonna take ეს შოკოლადი არის ყველაზე პოპულარული დანიური შოკოლადი და ყველაზე გემრიელი, რაც გასინჯული მაქვს. აი მართლა ძალიან კარგია და საოცრება. დანიაში თუ მოხვდებით, აი Summer Bird აუცილებლად გასინჯათ. ძალიან ადრე მოვედი, 1 საათი რომ დაველოდო, სანამ გეითის ინფორმაციას გამოაქვეყნებენ. წიგნი მაინც წამომეღო, ხარ რა უნდა ვქნა ასე. ამასობაში კი მოგვშება ცოტა.
როგორც იქნა დაიწყო ჩასხდომა. ძალიან ნონოპრო წიგნი არ წამოვიღე, ესე ძალიან აეროპორტში მგონი არასდროს მომიწყენია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ხოლმე აეროპორტებში ყოფნა და განსაკუთრებით აქ კოპენჰაგენში იმდენად კომფორტულია. ყველაფერი ზაპირად ვიცი და ყველა მაღაზია მგონი მილიონჯერ მაქვს დათვალიერებული, მაგრამ Turn on Bluetooth on your phone. მოვახტიე სახლამდე, ესე ძალიან ბოლოს როდის დავიღალი არ მახსოვს. უფრო მეტი დრო დამჭირდა ბოლოედან სახლში მოსასვლელად, ვიდრე კოპენჰაგენიდან პარიზში ჩამოსაფრენად. ეხლა ვჭამე და ვუყურებ Friends მთელი დღე, მთელი საღამო არაფერს გაკეთებას არ ვაპირებ. თან მგონი კი არა უეჭველად House of the Dragon-ის ახალი სერია დაიდო. ხო და იმასაც ჩავუჯდები მერე. Look, you have to help me, okay? I mean, I know what to do with a woman. You know, I know where everything goes. აბა ხვალამდე. მოკლედ სამ კონცერტი დაიწყოს დღეს, გადავწყვიტე იმ ადგილებს მოვინახულებ, სადაც Before Sunset არის გადაღებული. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფილმია და ძალიან მინდა რომ წავიდე და იგივე ადგილები ვნახო. ხო და ერთ-ერთ კაფეში უკვე ვიყავი, სადაც საუბრობდნენ მეორე ნაწილში ფილმის. ხო და ეხლა წავალ აი შექსპირის კაფეში, სადაც წიგნების წიგნის წარდგენა ქონდა ჯესის. მოკლედ დასაწყისში, სადაც შეხვდნენ. ხო და ძალიან ცნობილი ადგილი კი არ, მაგრამ აქამდე არ ვყოფილვარ, მიუხედავად იმისა, რომ პარიზში ნამყოფი ვარ აქამდეც. ხო და ძალიან კი ცხელა ვდნები, მაგრამ უეჭველად უნდა ვნახო ეგ ადგილი. ნუ ჩემი 64. Les jours où je suis en colère, j'en sais rien. Moi, c'est ça qui me fait dire aussi. Już mi się podoba obsada różnych rzeczy, nie დღეს ნამდვილი ტურისტები თუ არა, ხა რიგშიც კი ჩავდექი რომ შევიდე. მაგრამ სავარაუდოდ ფოტოებს ვერ გადავიღებ, იმიტომ რომ აკრძალულია, ამიტომ შეგინდან ვერ გაჩვენეთ. But anyway. შეგინდან გადაღება არ შეიძლებოდა და ვერაფერი ვერ გადავიღე, მაგრამ პირველად ვიყავი შეგინე და ძალიან საყვარლობა, ძალიან მომეწონა. რამოდენიმე წიგნიც მომეწონა, მინდოდა რომ ეყიდა, მაგრამ აქედან პირდაპირ System of Downs კონცერტზე მივდივარ და ვერ წავიღებდი, შანსი არ იყო. But anyway, არა უშავს დავიმახსოვრე მაგ წიგნის სახელები და მე კოპენჰაგენში რო ჩავალ იქ ვიყიდი. წავედით ახლა ვჭამოთ სადმე. ცოტა გავიაროთ, ჩემს მეგობრებს შევხვდეთ და მე წავიდეთ კონცერტზე. გადავიფიქრე საჭმელი ნაყინი მინდა. წავედით ახლა ნაყინი ვიპოვოთ. ნაყინი შემსიყვარულია. Hello. მოკლედ დროებით ახლა შევჭამ ნაყინი, შევხვდები ჩემს მეგობრებს და წავედით კონცერტზე. თავარი ივენთი აქ ჩამოსვლის ხო ეგ არის. არ მჯერა. Anyway. I think I want something sour, maybe citron. But it says that usually it's near the stairs. Ele chegou, ei! The time has come. ესეც ბედნიერი ვარ, ვერც აღგიწერთ. ველოდები ახლა რამდენიმე მეგობარს და ცხრაზე იწყება კონცერტი. თუმცა 7 არის ახლა და უკვე აქ ვარ. თან მე შინია ტელეფონი არ დამიშდეს და ახლა ვეძებდი გარშემო თუ არის რამე კაფე უცებ სანამ ისინი მოვulan რომ გავარდე დავტენო ბოლომდე ტელეფონი, იმიტომ რომ მე სავარაუდოდ Uber-ის გამოძახება მომიწევს. არ მგონია რომ მეტროთი შეუძლო გასვლა სახლამდე. Anyway, ეგ არის შემდეგი საათების პრობლემა. ეხლა საერთოდ ალბათ მაგას ფეხითაც რომ მომიწიოს გასვლა.
ძალიან თანახმავი ხმები მაგასაც. ეხა ისე მიხარია ძალიან ბევრი ხალხი არის, აი ძალიან და უმეტესობას System of Down-ის ზედები აცვია და იგივე შეგრძნება მქონდა შარშან კოპენჰელზე რომ მივდიოდი და შარშან წინაც feels like I'm at the right. Oh, I'm so sorry. No problem. არ მჯეროდა სანამ არ დავხვდებოდი სკამზე სცენის წინ და ეხლა უკვე მჯერა. ესეთი კარგი დრო წლები არ გამიტარებია ან ნაცვლებს ვკავდით ოსო არ მეტია ყველა ესეთი ძალიან კარგი სიმღერა იმღერეს რომელზეც ვიждები და მოკალოდ ახლა წავედით სახში აზრზე არ ვარ სადავარ მაგრამ ვიცი რომ გზაში ვარ როგორ გამჩნივალ რაც მთავარია და რაც მთავარია ესენი ვიშოვე ბოლოს დაიკეტავ ის ბიჭი მეუბნეოდა ვეღარ მოგცემ თვალს მაგრამ ძალიან მხოვე და ალბათ შევეცები ჩემი ფავორიტი ხა დღეიდან ერთი ჩემი დისკის აწამოვლე იმიტომ რომ სამწუხაროდ ვერ ჩამოვიდა მაგრამ არა უშავს თუ ჩემი დაარყოვა System of Down-თან მაშინ System of Down იქვა ანისთან აი ეხლა ჩემს და დაგიძახო მამიდაშვილი დამიძახე როგორ ძაშვილი ჩემს ბიძაშვილთან ერთად მოვედი რომ გავსინჯო თათიას ფავორიტი ნაყენი ბაში როგორც მითხრა ყველაზე გემრიელია პისტაჩიო და ციტრონი ლიბანური ნაყენი ხოდა მე როგორც ვარ ნაყენის ფანი თათიაც ეგრეა ჩემნაირი ვიპოვე გეტყვით მე როგორი გამოვა, მაგრამ ისე გემრიელად გამოიყურება, რომ მგონი საჩემო ადგილი ვიპოვე პარიზში. მაში ნახეთ რამ ხელარი. ეს არის ჩემი 64 ჩვეულებრივად. ჩვენი ნაყინები. ასეთ დიდ ნაყინს ხორბაში არ მჭამია, მაგრამ გავაქრობ ორ წამში. Hello YouTube. მოკლედ დღე დავასრულეთ ლუქსემბურგის პარკით და ნელ-ნელა რამე შევჭამთ და მე ალბათ წავალ სახლში ძალიან დავიღალეთ, ძალიან ცხელოდა. ხო ძალიან დავიღალეთ თაც. ხო და ხვალ მთელი დღე ვიმუშავე, იმიტომ რომ ზეგდილით მივდივარ კოპენჰაგენში და ხვალ არ მგონია რამე ჩავწერო. ამიტომ ეხა დაგემშვიდობებით. დროებით და შემდეგ ვიდეომდე